ჩვენ ვფიქრობთ, რომ 11 წელიწადში თავისუფლად არის შესაძლებელი სასწავლო პროგრამის სრულად ათვისება. ეს ერთი. რაც შეეხება ამ ერთხელ მობილობას, ხო მიგრაციაზეა სინამდვილეში საუბარი. ჩვენ გვინდა რომ ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და საქართველოში მიიღონ მაღალი დონის განათლება. რატო უნდა უნდოდეს ადამიანს, რომ ქართველები წავიდნენ მრავლად ქვეყნიდან? მით უმეტეს რომ ბუნებრივი მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, მით უმეტეს პირველი კურსიდან მათი დიდი ნაწილი რჩება საცხოვრებლად საზღვარგარეთ. რატომ უნდა წავახალისოთ ხელოვნურად მიგრაცია? თუმცა ჩვენ არავითარ ბარიერს არ ვქნით. მანდაც შეიძლება თავისუფლად გამოსავლის მოძიება, თუ ვინმეს უნდა 12 წლის დახურვა. შეიძლება ქვეყანაშიც კი შექმნათ ამის შესაძლებლობა და ეს განხილვას ექვემდებარება, თუ არა და ნებისმიერ ახალგაზრდას მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა რომ სხვაგან დახუროს საზღვარგარეთ 12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე. ამიტომ აქაც რეალურად არაფერია სასპეკულაციო, ყველაფერს აქვს თავისი გამოსავალი და კიდევ ერთხელ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ წავახალისოთ ახალგაზრდების მიგრაცია ქვეყნიდან, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველოში მიიღოს ქართველმა ახალგაზრდამ იმ დონის განათლება, რა დონის განათლებასაც სხვა ქვეყანას თავაზობს.